დღეს არ ვილაპარაკებთ მარტივ მოტივაციაზე. დღეს ვილაპარაკებთ სიმართლეზე, რომელიც ზოგჯერ მტკივნეულია. რაც არ მკლავს მაძლიერებს. მაგრამ ეს ფრაზა მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა ტკივილს არ გაექცევი. როცა უფსკრულს უყურებ და გახსოვს. თუ დიდხანს უყურებ უფსკრულს, უფსკრულიც დაგიწყებს ყურებას. ადამიანი, ამბობს ნიცშე, არის თოკი, ცხოველსა და ზეკას შორის. ანუ შენ ხარ პროცესი, გზაში ხარ და ერთადერთი ამოცანაა, გახდე ის, ვინც ხარ. ვისაც აქვს რატომ სიცოცხლისთვის, თითქმის ყოველ როგორს გაუძლებს. მაგრამ ამ გზაზე ერთი საფრთხეა. როცა მონსტრებს ებრძვი, არ გახდე თავად მონსტრი. ხშირად, ადამიანები არა სიცრუეს, არამედ სიმართლეს ვერ პატიობენ, რადგან სიმართლე ანგრევს ილუზიებს და ილუზიების გარეშე ცხოვრება სითამამეა. არ არსებობს ფაქტები, არსებობს მხოლოდ ინტერპრეტაციები. ანუ შენი რეალობა, შენი ქმნილებაა. ძლიერი ადამიანი საკუთარ ღირებულებებს თავად ქმნის. საკუთარი თავის პოვნა? არა, საკუთარი თავის შექმნაა. და კი, უნდა გქონდეს ქაოსი საკუთარ თავში, რომ შვა მოცეკვავე ვარსკვლავი. სიყვარულშიც არის სიგიჟე, მაგრამ სიგიჟეშიც არის ლოგიკა. ის, რაც სიყვარულისგან კეთდება, კარგისა და ბოროტების მიღმაა. ბოლოს კი რჩება ყველაზე რთული. ბედისწერის ფორმულა? გიყვარდეს შენი ბედი.